ბოლო 2 კვირის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების იმპერიალიზმმა გააძლიერა თავისი კრიმინალური აგრესიის კამპანია კუბის წინააღმდეგ. 20 მაისს მაიამის სასამართლომ შეთხზა ბრალდებები რაულ კასტროს წინააღმდეგ. გარდა ამისა, საწვავის მახრჩობელა ბლოკადით ისინი პირდაპირ ემუქრებიან იმის გაკეთებით კუბაში, რაც გააკეთეს ვენესუელაში 3 იანვარს. ტრამპი ცდილობს ლათინური ამერიკა დაუმორჩილოს ამერიკის შეერთებული შტატების იმპერიალიზმის კარნახს. მმართველ კლასს სურს გადამწყვეტი დარტყმა მიაკენოს კუბის რევოლუციას. ბლოკადისა და ალყის 70 წლის შემდეგ, როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების მხრიდან. 77 წლის წინ კუბის რევოლუციამ გაათავისუფლა ქვეყანა ნახევრად კოლონიური მონობისგან, რევოლუციის გზით, რომელმაც მოახდინა იმ მონაპოვრების ექსპროპრიაცია, რაც კუბელებმა თავისუფლად მოიპოვეს. განათლება, უფასო ჯანდაცვა, ხელმისაწვდომი საცხოვრებელი, ეს არის ის, რისთვისაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშათა კლასი დრესაც იბრძვის. ამერიკის შეერთებული შტატების მმართველ კლასს სურს კუბა დააბრუნოს იმ მდგომარეობაში, როგორშიც ის 1959 წლამდე იყო. ეპშტეინის კუნძულად, რომელიც ფინანსდება ექსპლუატაციითა და სიღარიბით სახში, ეპშტეინის რეჟიმით, რომელიც აიძულებს მუშებს გადაიხადონ იმპერიალისტური ავანტიურებისთვის, რაც მხოლოდ მათთვისაა მომგებიანი, გუსანო, მატლი, იმპერიალისტებისთვის. ამერიკელ მუშებს მხოლოდ ერთი მტერი ჰყავთ, ჩვენივე მმართველი კლასი. ესენი არიან ზუსტად ის მონსტრები, რომლებსაც კუბელი მასების განადგურება სურთ. ამიტომ ამერიკის რევოლუციონერი კომუნისტები ვაცხადებთ, გააუქმეთ ბლოკადა ახლავე. Lift the blockade now! Lift the blockade now! Down with U.S. imperialism! Down with U.S. imperialism! Hands off Cuba! Hands off Cuba!